დანია ახლა ჩემი საყვარელი ქვეყანა გახდა, რადგან ისინი ისლამურ დაპყრობას ისე ებრძვიან, როგორც სხვა არც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ ახერხებს. ხედავთ, ჩვენ საუბრობდით პოლონეთზე და იაპონიაზე, რომლებსაც ფაქტობრივად ნულოვანი იმიგრაციის პოლიტიკა აქვს და ეს მართლაც მუშაობს. მაგრამ რას აკეთებ იმ ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც უკვე დაპყრობილია? როგორ ებრძვის ისეთი ქვეყანა, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი ან დანია იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანები უკვე შემოვიდნენ და შეაღწიეს? როგორც ჩანს, დანიამ შეიძლება იპოვა პასუხი ამ კითხვაზე და ეს კარგია. მაშ ყველა ყურადღება დანიაზე და ყველა ყურადღება Full of Nations-ზე ამ ახალ არხზე, რომელიც გამოჩნდა და შესანიშნავად ამხელს იგიჟებს, მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება The Pushback-ში. დანია შეიძლება ევროპაში ყველაზე ძლიერიც დასავლური ციხესიმაგრე გახდა, რადიკალური ისლამის წინააღმდეგ. არა შვედეთი, არა საფრანგეთი, არა გერმანია. დაახლოებით 6 მილიონი მოსახლეობის ქვეყანა, რომელიც ლონდონის მოსახლეობაზე ნაკლებია, თავის ცივილიზაციას გარშემო კედელს აშენებს. არა მხოლოდ საზღვრის კედელი, არამედ იურიდიული კედელი, კულტურული კედელი, პოლიტიკური კედელი. დანიამ გაამგაცვა საზღვრები, მათ დაიწყეს ბრძოლა პარალელური საზოგადოებების წინააღმდეგ, მიიღეს აგრესიული ანტიგეტოს კანონები, აკრძალეს სახის სრულად დაფარვა, აკრძალეს სალოცავი ოთახები სკოლებში, თავშესაფრის მიცემის ნებართვები ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანეს და ღიად უარყვეს მრავალკულტურული მოდელი, რომელიც ევროპის დიდ ნაწილში ვრცელდება. ბრწყინვალეა, აბსოლუტურად ბრწყინვალეა. აი, შეგახსენებთ, გვაქვს მიდრეკილება, ვიფიქროთ, რომ ან საერთოდ არავინ უნდა შემოუშვათ, ან თუ შემოუშვათ, მაშინ პრობლემა გვაქვს, ეს ასე არ არის. ასევე არსებობს გზები, რომ მეტი ადამიანი აღარ შემოვიდეს და უკვე ჩამოსულებთანაც რეალურად იმუშაო. არა მხოლოდ მათი გულისმოგებით, არამედ ისეთი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ან წასვლას უბიძგებს, ან აიძულებს ინტეგრაციას და ასიმილაციას გარკვეულ დონეზე. მოდი ნახოთ, რას აკეთებს დანია. 2026 წელს დანია არ არსვამს კითხვას, იმუშავებს თუ არა ინტეგრაცია. ის ცდილობს თავიდანვე აღკვეთოს ცივილიზაციური ფრაგმენტაცია. სანამ ბრიუსელი ჯერ კიდევ დაობს, კოპენჰაგენმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და 2026 წლის გაზაფხულზე ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომელსაც დანიიდან გარეთ თითქმის არავინ ელოდა. ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მთლიანად შეცვალოს ევროპაში ისლამის შესახებ მიმდინარე დებატი. შეიძლება უბრალოდ თქვა, მეგობრებო, შეხედეთ დანიას, დააკვირდით მათ ნაბიჯებს. ისინი საოცარ რაღაცებს აკეთებენ და მთელი ევროკავშირი უყურებს და სწავლობს, თუნდაც ამას არ აღიარებდნენ. და თვით დასავლეთ ევროპის მომავალი. მაგრამ იმის გასაგებად, თუ როგორ მივიდა დანია აქამდე, უნდა დავიწყოთ სრულიად მოულოდნელი ადგილიდან. რადგან ქვეყანა, რომელიც დღეს ევროპაში ყველაზე მკაცრ ხაზს სწავლებს, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ღია და ლიბერალური საზოგადოება იყო მთელ კონტინენტზე. 10 წლების განმავლობაში დანია სკანდინავური ავიური წარმატების კლასიკური მაგალითი იყო. სახელდანთქმული გულუხვი სოციალური სახელმწიფო, მსოფლიოში სოციალური ნდობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონით. უნივერსალური ჯანდაცვა, უნივერსიტეტში უფასო სწავლა, დაბალი კორუფცია და თითქმის აკვიატებული რწმენა იმისა, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქეს ერთმანეთის მიმართ სამართლიანი ვალდებულებები ჰქონდათ. შემიძლია უბრალოდ თქვა, რომ ისე შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ მემარჯვენეებს ეს გაგება აქვთ, თითქოს უნდა ებრძოლონ ისლამიზაციას, ხოლო მემარცხენეები უბრალოდ შემოიყვანენ მათ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ლიბერალურობა, მემარცხენეობა და უფრო გახსნილი აზროვნება დააჩქარა იმ გაკვეთილების სწავლო, რაც მათ სჭირდებოდათ, რადგან ძალიან სწრაფად მიხვდნენ, რომ შესაძლოა ის მცდარი წარმოდგენა, რითაც ცხოვრობდნენ, სწორედ ეს იყო. და ეს სინამდვილეში წარმოუდგენლად პრობლემურია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ უკიდურესად გაღვიძებულ მემარცხენეებზე, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა ასიმილირდა. ისინი იყვნენ, ისინი ვინც ცადეს ამ ადამიანების მიღება და ნახეს, რომ ეს ვერ გამოვიდა. სტუმრები წერდნენ მთელ წიგნებს იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხეს დანიელებმა თანამედროვე ცივილიზაციის კოდის გაშიფრვა. იმ თავდაჯერებულობის ნაწილი იყო იმიგრაციაც. 1990-იანი წლებიდან 2000-იანების დასაწყისამდე დანიის ელიტების უმეტესობას სჯეროდა, რომ ინტეგრაცია თავისთავად მოხდებოდა. ადამიანებს მისცეს ენის გაკვეთილები, ჩართეს ისინი სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში. ერთი თაობა დაელოდნენ და ახალი ჩამოსულები უბრალოდ დანიელები გახდებოდნენ. ეს იყო თეორია. რეალობა კი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. 2000-იანი წლების შუა პერიოდში დანიის ხელისუფლება ჩუმად ამზადებდა ანგარიშებს, რომელთა წაკითხვაც არავის სურდა. არადასტავლელი იმიგრანტების უმუშევრობის დონე რამდენჯერმე აღემატებოდა ადგილობრივი დანიელებისას. არადასავლური წარმოშობის ბავშვების მხოლოდ დაახლოებით 55% ასრულებდა საშუალო განათლებას 25 წლის ასაკში. მაშინ როცა ეთნიკური დანიელების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 85% იყო. ეს სიგიჟეა. სიგიჟე. სასაცილო ის არის, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა საერთოდ არ აგროვებს მონაცემებს იმიგრანტებთან დაკავშირებით, რადგან ეშინიათ, რომ რასისტებად გამოჩნდებიან. მაგრამ დანიელები მონაცემებთან ძალიან კარგად მუშაობენ და როცა ამ მონაცემებს უყურებ, ბევრი არაფერია სათქმელი. ეს თითქოს სიმართლეს აჩვენებს. მთელი უბნები ყალიბდებოდა, სადაც მოსახლეობის უმეტესობას არც ენა და არც სოციალური ნორმები არ ჰქონდა, საერთო გარშემო არსებულ ქვეყანასთან. სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულება იმ უბნებში, სადაც ბევრი მიგრანტი ცხოვრობდა, ისეთ დონეზე იყო, რომ ქვეყნის მასშტაბით ეს მთლიანად დანიურ მოდელს გააკოტრებდა. და შემდეგ საზოგადოებრივი განწყობა. საზოგადოებრივი განწყობა იცვლება, მეგობრებო. საზოგადოებრივი განწყობა იცვლება. ნერვაისმა დაიწყო იმის შემჩნევა, რისი დანახვაც პოლიტიკურ კლასს წლების განმავლობაში თითქოს არ უნდოდა. ჩვეულებრივი დანიელები არ იყვნენ წინააღმდეგი იმიგრანტების, როგორც ადამიანების, მაგრამ ისინი შიშობდნენ იმის დაკარგვას, რაც დანიას ქმნიდა. მაღალი ნდობა, დაბალი დაძაბულობის სოციალური ერთიანობა, რომელიც პატარა ქვეყანას საშუალებას აძლევდა ემართა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სოციალური უზრუნველყოფის სისტემა.
დიახ, ნახეთ, ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობთ აქ pushback-ში. მათი შემოსვლისა და შეღწევის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ქვეყნის მოსახლეობამ არ იცის საკუთარი ღირებულება. ამიტომაც ჩაატარეს ფსიქოლოგიური ოპერაციები და ასე ბევრს მუშაობდნენ იმაზე, რომ ამერიკელებს დაეჯერებინათ, თითქოს ამერიკა ცუდია, ან დასავლელებს ეგრძნოთ, რომ დასავლური საზოგადოება იშლება. მაგრამ, როდესაც გაქვს ისეთი ქვეყანა, როგორიცაა დანია, რომელმაც რეალურად წაახალისა და ხელი შეუწყო იმას, რომ ხალხი უჭერდეს მხარს და უყვარდეს არსებული ინფრასტრუქტურა და ურა და ამაყობდეს ამით, როცა ვიღაცა ცდილობს ეს წაართვას, მათ ეს ძალიან კარგად ესმით. ეს არის თავარი განსხვავება. საქმე არ ეხება მიმარცხენეებსა და მიმარჯვენეებს. საქმე იმაშია, რომ დანიელები ამაყობენ იმით, რომ დანიელები არიან. ხოლო ინგლისში, გერმანიაში, ესპანეთში და ამერიკაში ხალხი ამაყი აღარ არის. და სწორედ ამას ესხმიან თავს, რადგან თუ ამაყი არ ხარ, ადვილია ხალხის დაბნევა, მაგრამ როცა იცი, რომ რაღაცას აქვს დაცვის ღირსი ღირებულება, ძალიან რთულია ამას დაემუქრო. შეუძლებელია ჩრდილოეთის კეთილდღეობის სისტემა იმუშაოს ღრმა, თითქმის ინსტინქტურ რწმენის გარეშე, რომ შენს გარშემო მყოფი ხალხიც იგივე წესებით თამაშობს როგორც შენ. როგორც კი ეს რწმენა ირღვევა, მთელი სისტემა ჭედვას იწყებს. დანებმა ბზარები იგრძნეს მანამდე, სანამ მათი პოლიტიკოსები მზაბი იქნებოდნენ ამის აღიარებისთვის. 2025 წლისთვის დანიის სტატისტიკის სამსახურის უახლესი მონაცემებით, იმიგრანტები ახლა მოსახლეობის დაახლოებით 12.6%-ს შეადგენენ. და თუ სოციალისტურ სისტემაში ხარ, რომელსაც თითოეული ადამიანის წვლილი სჭირდება, მაშინ ეს 12% მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიგრანტული წარმოშობის დანიაში დაბადებული ბავშვების წილი დაახლოებით 16%-მდე იზრდება. შედარებისთვის ისეთ ქვეყანაში როგორიცაა შვედეთი, სადაც ეს მაჩვენებელი 27%-ზე მეტია, დანია შეიძლება შედარებით მცირე შემთხვევად მოგეჩვენოთ. მაგრამ საზოგადოებისთვის, რომელიც ერთი თაობის წინ თითქმის ეთნიკურად ერთგვაროვანი იყო, ეს ცვლილება მიწის ძვრის მსგავს შოკად ავიქმებოდა. ამ მშვიდების ფარგლებში ერთი ჯგუფი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. დაახლოებით 270,000 მცხოვრების საკუთარ ფესვებს მუსლიმურ უმრავლესობის მქონე ქვეყნებს ის მქონე ქვეყნებს უკავშირებდა, სადაც ყველაზე დიდი ჯგუფები თურქეთიდან, სირიიდან, ერაყიდან და ბალკანეთიდან მოდიოდნენ. ქვეყანაში, სადაც ყველას თითქოს ყველას იცნობდა, ეს საკმარისი იყო მთელი ქალაქების ატმოსფეროს შესაცვლელად. და ზოგიერთ უბანში ეს ცვლილება შეუძლებელი გახდა უგულებელყო. ესეთი ადგილები, როგორიცაა მიოლნერ პარკენი კოპენჰაგენში, გელერუპ პარკენი ორჰუსში, ვოსმოსი ოდენსეში, მჭიდროდ აშენებული საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც უმუშევრობა დაახლოებით 40%-ს შეადგენდა და დანაშაულის დონე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალი იყო. და სადაც დანიის ხელისუფლება საკუთარ ოფიციალურ დოკუმენტებში თავადვე აღიარებდა, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც პარალელური საზოგადოების მსგავსი ფორმირდებოდა. აი რა მუშაობს? ის ფაქტი, რომ ისინი ასე აქტიურად უწყობდნენ ხელს იმიგრაციას, ნიშნავდა იმას, რომ შედეგები უფრო სწრაფად დადგა და მათ შეძლეს დაენახათ, რომ ეს შედეგები რეალურად მნიშვნელოვანი იყო მანამდე, სანამ ამას სხვა ქვეყნები შეამჩნევდნენ. ეს იყო ის ადგილი, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა უარი თქვეს შეშლაზე თანხლების გარეშე. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ კლასებში დანიური იშვიათად ისმოდა. დანიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გარკვეული დაუცველი სოციალური ფენებიდან ახალგაზრდა მამაკაცები ძალადობრივი დანაშაულებისთვის დაახლოებით 2.5-ჯერ უფრო ხშირად ისჯებოდნენ, ვიდრე ადგილობრივი დანიელები. ასევე არსებობდა შიდა დანიური ანგარიშები, რომლებიც ჩუმად აფიქსირებდნენ ისეთ საკითხებს, რომლებიც იშვიათად განიხილება საჯარო ევროპულ დისკურსში. ღირსებაზე დაფუძნებული ძალადობის შემთხვევები, იძულებითი ქორწინებები, გოგონები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხულნი იყვნენ ცურვის გაკვეთილებიდან ან სასკოლო ექსკურსიებიდან. არაფორმალური სათემო სასამართლოების ქსელი, რომლებიც დანიის კანონმდებლობის მიღმა აგვარებდნენ დავებს. იცი რა მომწონს ამაში? მომწონს ის ფაქტი, რომ ის რეალურად დეტალურად აღწერს რა არასწორად მოხდა. ჩვენ ხშირად იმდანაც ვართ კონცენტრირებულები იმაზე, რა გავაკეთოთ სწორად, აი რა მოხდა არასწორად, ეს იყო სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც რეალურად წარმოიშვა. მაგრამ ეხლა როცა ყველაფერი ნახეთ, რაც არასწორად მოხდა, მოდით ნახოთ რა გადაწყვიტას რეალურად ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ ჯერ მოკლა სიტყვა ჩვენი სპონსორებისგან. თქვენ ყველა მიცით, რომ მე არ მიყვარს განისთვის პროდუქტების გამოყენება, რადგან არ მინდა თავი წებოვნა და დახშულად ვიქნო და უბრალოდ სისუფთავა მინდა. და ვიცი, რომ სახის რუტინის არ ქონა თითქოს დანაშაულს გავს. მაგრამ ეხლა რაცა OneSkin ვიპოვე, შეიძლება უნდა ვაღიარო, რომ სულაც ვცდებოდი. ხო ხედავთ, ჯერ არ ვარ ასაკში, მაგრამ ბოლო დროს კანის ცვლილებებს ვამჩნევ, რომელიც თითქოს გადაწყვიტა, რომ დროა დაბერდეს. და ეს ძალიან უხერხულია. მაგრამ ბევრი მეგობრის დაღოლიების შემდეგ გადავწყვიტა მეც მეცადა. და დიახ, ეხლა უკვე შეცვლილი ქალი ვარ. მე არ უწევ რეკლამას იმას, რასაც არ ვენდობი. თქვენ ყველა მიცით ეს, მაგრამ უბრალოდ შეხედეთ, რას ფიქრობთ? და ეს მხოლოდ ჩემი გამოცდილება არ არის. OneSkin-ს 10,000-ზე მეტი ხუთვასკვავიანი შეფასება აქვს და ახლა ისინი კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების ლიდერები არიან. და გაგაფრთხილოთ, რომ იმის მიუხედავად, რასაც ინტერნეტი გარწმუნებთ, უკეთესი კანისთვის ნამდვილად არ გჭირდებათ რთული რუტინა. მეტი ვიდრე 10 წლიანი კვლევის შედეგად შექმნილი OneSkin OSO, ერთი პეპტიდი დამტკიცებულია, რომ მიზანმიმართულად მოქმედებს დაბერების ხილულ ნიშნებზე და გეხმარებათ, რომ ახლა და ასაკთან ერთად ყველაზე ჯანსაღი კანი გქონდეთ. შეზღუდული დროით ცადეთ OneSkin 15%-იანი ფასდაკლებით. გამოიყენეთ კოდი MEIRA ვებგვერდზე oneskin.co/meira. ეს არის 15%-იანი ფასდაკლება, ეწვიეთ oneskin.co და გამოიყენეთ კოდი MEIRA-K. შეძენის შემდეგ ისინი კითხავენ, საიდან დაიგეთ მათ შესახებ. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენს გადაცემას და უთხარით, რომ ჩვენ გამოგზავნეთ. ასევე არსებობს სხვა გზებიც, რომლითაც შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ჩვენს გადაცემას. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაგვიჭიროთ მხარი გამოწერით ამ ვიდეოს გაზიარების და შეტყობინებების ზარის ჩართვით. ასევე ბევრმა თქვენგანმა მოგწერა და კითხა, როგორ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ pushbacks. ძალიან საინტერესო განცხადება მალე გველოდება, ასე რომ ყურადღებით იყავით. მაგრამ მეგობრებო, დაუბრუნდეთ იმასაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. გავიგოთ, რა გააკეთა სწორად დანიამ. თუ უყურებთ ამ ვიდეოს Full of Nations და ნახავთ, რომ ეს სხვადასხვა თავი აქვს.
პირველი თავი, ლიბერალური დანიის დასასრული, როცა უფასო ფული ხვდება ღია საზღვრებს და იზრდება ზონები, სადაც შესვლა სახიფათოა. ეს უკვე განვიხილეთ. ახლა გიგეთქვით, რომელი თავები გველდება წინ. უბნების ძალით დანგრევა, ამ პრობლემის ძალით მოგვარება, სახის საბურველებისა და ბურქების აკრძალვა, ისე რომ ადამიანებისთვის ეს აღარ იყოს მომგებიანი. საჯარო სკოლებში ლოცვა აღარ შეიძლება, ლტოლვილების არ მიღების პოლიტიკა რატომ იუბრუნდა მემარცხენებრთა იმიგრანტებს ზურგს. ეს ჩემი საყვარელი თავი არის. ისლამისტებს თხოვენ ქვეყანა დატოვონ, ხოლო ევროპა ჩუმად ბაძავს დანიას. კარგი ვიდეო გამოვა. ასე რომ დაგვიცადეთ. დაუბრუნდეთ თემას, რადგან ვიცი სწორედ ამისთვის ხართ აქ. დავედით. წარმოადგინეს დოკუმენტის სახელწოდებით ერთი დანია პარალელური საზოგადოებების გარეშე. ეს თეთრი წიგნი არ იყო, ეს საომარი გეგმა იყო. მან შემოიტანა ოფიციალური სია უბნების, რომლებიც შეფასებული იყო ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა უმუშევრობა, დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობა, განათლების დონე, საშუალო შემოსავალი და ზღვარი, რომლის დაწერასაც უმეტესობა სხვა ევროპული მთავრობის კანონში ჩაწერას ვერ გაბედავდა. არადასალური წარმოშობის მოსახლეობის პროცენტული წილი. თუ ეს მაჩვენებელი 50%-ს გადააჭარბებდა და ტერიტორია სოციალურ-ეკონომიკური კრიტერიუმების საკმარის რაოდენობას დააკმაყოფილებდა, მას ოფიციალურად პარალელურ საზოგადოებად აცხადებდნენ. თუ ეს მდგომარეობა 5 წლის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა, ის კიდევ უფრო მკაცრ კატეგორიად გადაჰყავდათ, ეგრეთ წოდებულ ტრანსფორმაციის ზონად. თავად სია ახალი არ იყო. დანია 2010 წლიდან ოფიციალურად აქვეყნებდა გეტოების სიას, სადაც თავდაპირველად 20 ცხა მაღალი მიგრანტული არეალი იყო ჩაწერილი, როგორც ჩარევის ობიექტი. რაც 2018 წელს შეიცვალა, იყო რეაგირება. ფულის დამატების ნაცვლად მთავრობამ გადაწყვიტა თავად უბნების ფიზიკური გადაკეთება და სწორედ აქ წავიდა დანმარკა იქ, სადაც არც ერთი სხვა დასავლური მთავრობა არ გაბედავდა წასვლას. შეიძლება უბრალოდ თქვა, რომ ვისურვებდი გაერთიანებულ სამეფოსაც ასე გაეკეთებინა. მართვა ვისურვებდი. კანონი ავალდებულებდა საზოგადოებრივ საცხოვრებელ ასოციაციებს ამ გარდაქმნის ზონებში, რომ 2030 წლამდე სოციალური საცხოვრებლები 40%-ით შეემცირებინათ. პრაქტიკაში ეს ნიშნავდა დანგრევას, იძულებით გატიდვებს კერძო დეველოპერებზე. გრძელადიან მაცხოვრებლებს კი ეუბნებოდნენ, რომ მათი იჯარები აღარ განახლდებოდა. ოჯახებები იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც 10 წლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ, რადგან შენობებს თავად ანგრევდნენ იმისთვის, რომ ტერიტორიის დემოგრაფიული შემადგენლობა შეცვლილიყო. იგივე რეფორმების პაკეტში შედიოდა მცირე, მაგრამ არანაკლებ მკაცრი წესების მთელი რიგი. საბავშვო ბაღი ფაქტობრივად სავალდებულო გახდა ბავშვებისთვის, სპეციალურად განსაზღვრული ტერიტორიებიდან, რათა სახელმწიფოს შეეძლოს ჩაერიოს ენისა და კულტურულ გარემოში პირველი დრიდანვე. დანიშნულ ზონებში დანაშაულისთვის სასჯელი გაორმაგდა, რაც ნიშნავს, რომ კოპენჰაგენის ქუჩის ერთ მხარეს ჩადენილი ქურდობა შეიძლება ორჯერ უფრო მკაცრად დასჯილიყო, ვიდრე ზუსტად იგივე ქურდობა მეორე მხარეს. სოციალური დახმარებები გამკაცრდა, მოქალაქეობის მიღების მოთხოვნები გამკაცრდა. 2002 წლიდან დანია ატარებს მოქალაქეობის ტესტს, რომლის ჩავარდნის მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ია და 2016 წლიდან ახალ მოქალაქეებს ევალებათ ხელი მოაწერონ ეგრეთ წოდებული ღირებულებების კონტრაქტს, რომლითაც ისინი ვალდებულებას იღებენ დაიცვან დანიური ნორმები პასპორტის მიღებამდე. მთავრობამ ამის გასამართლებლად ბუნდოვანი ბიუროკრატიული ენა არ გამოიყენა. დანიის მინისტრებმა ღიად განაცხადეს, რომ პარალელური საზოგადოებები თავად დანიას უქმნის საფრთხეს. შეგიძლია ახსნა მარკეტინგის მნიშვნელობა იმის ნაცვლად, რომ თქვა მაგალითად, არა, ჩვენ მრავალკულტურიანობისთვის ვართ, ისინი კი ამბობენ, მოიცადეთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოება და ახლა უკვე პარალელური საზოგადოებაც არსებობს. და თუ გაქვს პარალელური საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობს სხვა საზოგადოების შიგნით, ეს უკვე პრობლემაა. და თუ რამე სწორად დაარქმევს სახელს, რომ ხალხმა გაიგოს, ეს პრობლემაო. მაშინ ძალიან მარტივია დაარწმუნო ისინი, რომ ამ პრობლემას უნდა გაუმკლავდა. ეს არ არის გამოწვევა, რომელსაც მართვა სჭირდება, არამედ საფრთხეა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. ყველაზე ცნობილი ბრძოლის ველი გახდა იულანს პარკენი, 1980-იანი წლების საცხოვრებელი კომპლექსი კოპენჰაგენის ნორებროს რაიონში. საერთაშორისო ტურისტულ მედიაში მას ხშირად აღწერენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მაგარ უბანს მსოფლიოში, თავისი საკვებითა და ქუჩის კულტურით. დანიის სახელმწიფოსთვის კი ეს იყო პარალელური საზოგადოება. დიდი ხნის მაცხოვრებლები, რომელთაგან ბევრი დანიის ნატურალიზებული მოქალაქეა, უკვე 20 წელია ამ რაიონში ბიზნესს აწარმოებენ და შვილებს ზრდიან, მოულოდნელად ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით აღმოჩნდნენ იმ პრობლემის ნაწილად, რომლის დაშლასაც ქვეყანა აქტიურად ცდილობდა. ხედავთ, მათ რეალურად ჰქონდათ საქმე ამ პარალელურ საზოგადოებებთან, ეხლა გადავიდეთ მთავარ საკითხზე. ეს მოგვიყვანს ბურკამდე. 2018 წლის მაისში დანიის პარლამენტმა 75 ხმით 30-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივ სივრცეში სახის დამფარავი ნებისმიერი ტანსაცმლის ტარებას. კანონი ფორმალურად მუსლიმ ქალებს არ გამოყოფდა. პრაქტიკაში კი ყველამ ზუსტად იცოდა, რას ნიშნავდა ეს. ქვეყანა განცვალებას აკეთებდა ნიქაბისა და ბურკას შესახებ და ამას იმაზე ბევრად ადრე აკეთებდა, ვიდრე მისი მეზობლები მზად იყვნენ, თუნდაც ამ თემაზე ესაუბრათ. მაშინდელი იუსტიციის მინისტრი სორენ პაპე პოლსენი დიპლომატიური ფორმულირებებით თავს არ იწუხებდა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ სახის დაფარვა შეუთავსებელი იყო დანიური საზოგადოების ღირებულებებთან და საზოგადოებისადმი უპატივცემულობას გამოხატავდა. აკრძალვის შემოღებით მისი თქმით დანიამ კაფიოს ვარსავლებდა. დანიაში ადამიანები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. პირველი დარბოვა 1000 დანიური კრონით დაჯარიმდებოდა. განა ეს არ არის ბევრად უკეთესი ფორმულირება, ვიდრე მათი რელიგიური თავისუფლების წარწმევა. ერთი წამით. ფრაზები მნიშვნელოვანია და ჩვენ გვიყვარს ფრაზები. დარღვევები შეიძლება გაიზარდოს 10,000 კრონერამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში მოკლე პატიმრობაც. დამოუკიდებელი შეფასებებით, მთელ ქვეყანაში მხოლოდ დაახლოებით 150-დან 200-მდე ქალი ატარებდა სრულ სახის საფარს. კრიტიკოსებმა ამ რიცხვზე მიუთითეს და კანონი სიმბოლურად, საჩვენებლად გაკეთებულად და სასტიკადაც კი შეაფასეს. მაგრამ დანიის მინისტრებმა არ უარყვეს, რომ კანონი სიმბოლური იყო. სწორედ ეს იყო მიზანი. მათ განაცხადეს, რომ სიმბოლოები არის ის, რაზეც საზოგადოება იბრძვის, როდესაც ცდილობს განსაზღვროს, რას არის მზად მიიღოს.
ბამ, სწორია, ზუსტად ასეა. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ისინი ცდილობენ დაიპყრონ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის დამალვით. და თუ ადამიანს აფასებ გინდა მისი სახე დაინახო. ეს ჩვენთვის აშკარაა. და სინამდვილეში ისინი მართალნი არიან. თუ სიმბოლოებზე არ იბრძოლებ, საბოლოოდ შეიძლება დაგამარცხონ. გადავიდეთ შემდეგზე. სწორია. 2023 წლიდან დანიის მთავრობამ დაიწყო ლოცვის ოთახების ეტაპობრივი გაუქმება საგანმანათლებელ დაწესებულებებში, არგუმენტით, რომ სკოლები და უნივერსიტეტები უნდა დარჩნენ სეკულარულ სივრცეებად და არა რელიგიური გამოხატულების ადგილებად. პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ეს პირდაპირ დააფიქსირა. დემოკრატია და სეკულარიზმი, როგორც მან თქვა, დანიური ცხოვრების ისეთი საფუძვლებია, რომ კომპრომისს არ ექვემდებარება. ლოცვის ოთახები საკლასო ოთახებში მისი თქმით რისკავს სკოლების რელიგიური გამოხატულების არენებად გადაქცევას და არა უნივერსალური განათლების სივრცეებად. ეხლა თქვენგან უმეტესობას ეცოდინება, რომ მე რელიგიური ვარ და ვფიქრობ, რომ რელიგიური თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ასევე ძალიან კარგად მესმის, რომ თუ ქვეყანას აქვს ინსტიტუტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ყველაფერს, მათ არ აქვს თვალდებულება, რომ ყველა ადამიანის რელიგიურ რწმენას მოერგონ. ადამიანმა თუ გადაწყვეტს, რომ ქონდეს საკუთარი რწმენის სისტემა, თავად უნდა მოძებნოს ადგილი, რომელიც ამას უჭერს მხარს. ეს არ უნდა იყოს სკოლაში არსებულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც ამას ყველას თავს ახვევს, ვინც რეალურად ამასთან არ არის შეთანხმებული. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი სოციოლოგიური მომონაცემები უცნობია, იუწყებოდნენ, რომ ეს წინადადება ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას სარგებლობდა. სხვა რელიგიურ შეღავათებს, მაგალითად ქრისტიანულ კალენდარს, არ შეხებიან. კრიტიკოსებმა მთავრობა მუსლიმების მიზანმიმართულ დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს. მთავრობა რეალურად არ დაპირისპირებია ამ ბრალდებებს. მან უბრალოდ საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე და საპარლამენტო უმრავლესობაზე მიუთითებდა და შემდეგ განაგზო მოქმედება. სალკეული წინადადებები ითვალისწინებდა, რომ საგანმანათლებელ დაწესებულებებს არსებული სული სალოცავი სივრცეები უნდა გაეუქმებინათ, ან სხვა დანიშნულებით გამოეყენებინათ. ხოლო ზოგიერთი წინადადება შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმების დაწესების შესაძლებლობასაც მოიცავდა. თუ ამჩნევთ, რა საკეთებენ ისინი, საქმე ზუსტად იმაში არ არის, რომ მუსლიმებს მიზანში იღებენ, რადგან ისინი არ ამბობენ, რომ მეჩეთში ლოცვა არ შეიძლება. უბრალოდ მიდი და მოძებნე მეჩეთი. ისინი უბრალოდ ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში აყენებენ მათ. ისინი მათ мотивაციას უკარგავენ. დანიამ მთლიანად ასეთი მიდგომა აირჩია. იმის ნაცვლად, რომ მათზე იერიში მიეტანა და სამოქალაქო ომი დაეწყო, როგორც ჩან შეიძლება მოხდეს დიდ ბრიტანეთში, ჩვენ უბრალოდ მათ мотивაციას მოუკლავთ აქ ყოფნისთვის. და ჩვენი ცხოვრების ყველა ის ელემენტი, რაც მათ мотивაციას აძლევს, ჩვენ შევწყვეტთ. თუ ისინი ფიქრობენ, რომ როგორც უნდათ ისე ივლიან აქ, ამას აღარ დაუშვებთ. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ყველა დაწესებულებაში შეუძლიათ ილოცონ, ამას აღარ დაუშვებთ. თუ ფიქრობენ, რომ შეუძლიათ იცხოვრონ უმუშავრობის მაღალი მაჩვენებლის მქონე რაიონებში და მიიღონ უფასო საცხოვრებელი, ამას აღარ დაუშვებთ. ისინი мотивაციას უკარგავენ. ეს ყველაფერი არ იყო წარმოდგენილი როგორც მცირე ადმინისტრაციული ცვლილება. ეს იყო წარმოდგენილი როგორც დანიური საზოგადოებრივი ცხოვრების ხელახალი განსაზღვრა. თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო იგი. ზეწოლა სკოლების კარებთან არ დასრულებულა. ბოლო 10 წლების განმავლობაში დანიამ გაამკაცრა წესები უცხოური დაფინანსების მქონე რელიგიურ დაწესებულებებთან დაკავშირებით. მათ აიძულეს მეჩეთები გაიმჟღავნებინათ გარე დაფინანსება და გაამკაცრეს კონტროლი იმ იმამებზე, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ ანტიდემოკრატიული ან ანტიინტეგრაციული გზავნილების ქადაგებაში. რადგან სწორედ მეჩეთში ხდება ის, სადაც ყალიბდება ექსტრემისტული რელიგიური შეხედულებები და სწორედ იქ ვერ იგებენ ადამიანები ამას. მათ გადაფარეს ეს ფანატიკური, თითქმის ჯიჰადისტური, ტერორისტული ცენტრები, როგორც რელიგიური თავისუფლების ადგილები, სადაც თითქოს ლოცვაა შესაძლებელი. ამიტომ, თუ შეერთებულ შტატებში ან ევროპაში მიიღებდნენ კანონს, რომელიც დაავალდებულებდა თითოეულ მეჩეთს ზუსტად გამოეჩინა, საიდან მოდის მათი დაფინანსება, მაშინ უცებ დაინახავდით იმ ტერორისტული ინფრასტრუქტურის ხურისხაზებს, რომელიც ამ შენობებს უჭერს მხარს. და უნდა გამოცხადდეს, რა საუბრები მიმდინარეობს ამ მეჩეთებში. თუ ეს უბრალოდ რელიგიური იდეებია, მშვენიერია, მაგრამ ხომ არ ვრცელდება რაიმე ექსტრემიზმი, ხომ არ განიხილება მსგავსი საკითხები. ეს ყველაფერი უცებ წვეთს ამ ადგილების მიმზიდველობას ტერორისტული შეღწევისთვის. ქვეყანამ ასევე გაავრცელა დანიური სიძულვილის ენისა და რადიკალიზაციის კანონები, რათა ისინი პირდაპირ გავრცელდეს ქვეყანაში მოქმედ რელიგიურ მქადაგებლებზე, მიუხედავად მათი ეროვნებისა. პოლიტიკური ისლამისთვის განსაკუთრებით ეს გზავნილი შემაშფოთებელი იყო. თუ გსურთ ქადაგება დანიაში, უნდა იქადაგოთ დანიური წესების ფარგლებში, მომწონს. და დაახლოებით იმავე პერიოდში, დანია ჩუმად თითქმის მთლიანად ამკაცრებდა კიდევ ერთ ბერკეტს, თავშესაფრის სისტემას. რადგან თუ საერთოდ ვერ შედიხართ ქვეყანაში, დისკუსიები თავსაფრებსა და სალოცავ ოთახებზე ჰიპოთეტური ხდება. 2019 წლიდან სოციალ-დემოკრატები ფრედერიკსენის ხელმძღვანელობით ღიად ამბობდნენ, რომ ერთგულნი იყვნენ იმისა, რასაც თავად ნულოვანი ლტოლვილების პოლიტიკას უწოდებდნენ. თუმცა რიცხვები ამ ყველაფერს სლოგანზე უკეთხვება. 2024 წელს დანიამ მიიღო 2323 თავშესაფრის განაცხადი და მხოლოდ 860 მათგანს მიანიჭა სტატუსი. რატომ? იმიტომ რომ მათ ადამიანებს мотивაცია დაუკარგეს ქვეყანაში შემოსვლისთვის. დაახლოებით 6 მილიონიან ქვეყანაში 2025 წლის ნოემბრის ბოლოსთვის მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 839 განაცხადი იყო დამტკიცებული. ციფრი, რომელსაც დანიის იმიგრაციის სამინისტრომ ღიად უწოდა ისტორიულად დაბალი. შედარებისთვის ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წელს გამოთვალა, რომ დანიის პოლიტიკამ თავშესაფრის მოთხოვნები 40 წლის მინიმუმამდე დაიყვანა და რომ დაახლოებით 95% იმ პირებისა, ვისი განაცხადიც უარყოფილი იყო, რეალურად გააძევეს ქვეყნიდან. 2024 წელს დანია დაახლოებით 4 ახალ თავშესაფრის მოთხოვნას იგებდა ყოველ 10,000 მცხოვრებელზე გაერთიანებულ სამეფოში. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16 იყო მთლიანად ევროკავშირში, კი ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალი იყო. იმ დროის დანიის იმიგრაციის მინისტრმა რაზმუს სტოკლუნდმა არ შეარბილა გზავნილი.
2027 წლის იანვარში მან ღიად განაცხადა, რომ აბსოლუტურად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ცოტა უცხოელი ჩამოვიდეს დანიაში და მიიღოს თავშესაფარი. თავშესაფარი, მოსაწყენია. მართლა არავინ გასწავლის, როგორ ესაუბრო ადამიანებს სინამდვილეში. თავშესაფარი. მისი მთავარი პრიორიტეტი, როგორც თქვა, იყო ლტოლვილების ნაკადის შეზღუდვა. ეს იყო მოქმედი მთავრობის მინისტრი დასავლეთ ევროპის დემოკრატიიდან. ნუ თუ არ არის სასიამოვნო, როცა მინისტრი ამბობს, ჰეი, მე ნამდვილად მინდა ჩემი ქვეყნის დაცვა შეღწევისგან და ეს ნორმალურია და ეს უნდა იყოს ნორმა. ხო, სასიამოვნოა, არა? ნუ თუ არ იქნებოდა კარგი, რომ ჩვენ თვითონაც გვქონდეს ეს შეგრძნება. დიახ, იქნებოდა. და ყველაზე უცნაური ამ ყველაფერში ევროპული პერსპექტივიდან იყო ის, თუ ვინ იდგა ამ პოლიტიკის უკან. რადგან ევროპის უმეტეს ნაწილში მკაცრი იმიგრაციის პოლიტიკა მარჯვენას ეკუთვნოდა იმ პარტიებს, რომლებსაც მეინსტრიმ მედია ხშირად უკიდურეს მარჯვენად ან ექსტრემისტულად მოიხსენიებს. დანიაში ყველაზე მკაცრი პოზიციის ავტორი ისლამური იმიგრაციის წინააღმდეგ დასავლეთ ევროპაში საერთოდ არ ყოფილა მემარჯვენე რადიკალი. ეს იყო ცენტრისტული მემარცხენე სოციალ-დემოკრატები. მიყვარს ეს, რადგან სწორია, მათ ეს საკითხი ისე წარმოაჩინეს, თითქოს მემარჯვენეები იმდენად ექსტრემალურები არიან, რომ სურთ წინააღმდეგობა გაუწიონ. მაგრამ სინამდვილეში ეს არის თემა, რომელსაც მემარცხენეები უნდა ებრძოდნენ, რადგან მემარცხენეებმა იციან, რომ მათი ღირებულებები სრულიად განადგურდება ამ ადამიანების ჯგუფის მიერ, თუ ისინი მართლაც დამოუკიდებლად იფიქრებენ. სოციალიზმი არ მუშაობს, თუ ყველა სოციალური დახმარებით სარგებლობს. თუ არ გსურს რელიგიური წესებით ცხოვრება, რადგან უფრო მემარცხენე ხარ და ასებჯერა, მშვენიერია. გინდა რომ რეალურად იზრუნო შენს გარშემო მყოფ ადამიანებზე. მშვენიერია. ეს ყველაფერი ისლამისტური ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ყოფნას ნიშნავს. ყველაფერი მარტივია, ადვილია, არ არის რთული. ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ მემარცხენე პარტია ამას ნამდვილად აცნობიერებს და წარმატებით ეწინააღმდეგება. ფრედრიქსენი. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს საერთაშორისო საკითხია. ეს ცდება ნებისმიერ პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ დაყოფას, რაც შეიძლება არსებობდეს ორ სხვადასხვა ბანაკს შორის. ეს ჰუმანიტარული საკითხია. ასე რომ, პარტია, რომელიც სხვა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ისტორიულად მიგრაციის საკითხზე რბილი პოზიციით გამოირჩეოდა, დანიაში გახდა მტკიცე ძალა. მათ მიგრაციის მთელი საკითხი მარჯვენა ფლანგიდან გადაიბარეს. უბრალოდ ყველა სხვას გადაასწრეს. 2022 წლისთვის დანიელი მემარცხენეების ტრადიციულად პროიმიგრანტული ნაწილი ან დუმდა ამ თემაზე, ან სრულად ეთანხმებოდა ახალ მიმართულებას. დანიელი ხალხის პარტია, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში მიგრაციის მკაცრ პოლიტიკას მარჯვენა ფლანგიდან აწვებოდა, აღმოაჩინა, რომ მისი დღის წესრიგის დიდი ნაწილი ცენტრისტულ მემარცხენე მთავრობაში შეითვისეს. დანიელი პროკავშირებისთვის, მუშათა კლასის ამომრჩევლებისა და უფრო ფართო სოციალ-დემოკრატიული ბაზისთვის, ეს ცვლილება წარმოდგენილი იყო როგორც კეთილდღეობის სახელმწიფოს დაცვა და არა მუსლიმებზე თავდასხმა. ზუსტად ასეა, საქმე მათზე თავდასხმაში არ არის, საქმეა შენი ღირებულებების დაცვაში. ამან გამოიწვია რაღაც ისეთი, რასაც მისი არქიტექტორები სრულად ვერ პროგნოზირებდნენ. 2026 წლის 25 მარტს დანიელმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ფრედრიქსენი, ქალი, რომელმაც 6 წელი პირადად დაუთმო სოციალ-დემოკრატების იმიჯის შექმნას, როგორც ევროპის ყველაზე მკაცრი ცენტრისტული მემარცხენე მთავრობა. მიგრაციის საკითხში ფართოდ ელოდნენ, რომ მარტივად მოიპოვებდა მესამე ვადას. სოციოლოგიური გამოკითხვები მის პარტიას ლიდერად აჩვენებდა. დიპლომატიურმა ბრძოლებმა ტრამპის ადმინისტრაციასთან გრენლანდიის საკითხზე ზოგიერთი ეროვნული სიამაყეც კი გააჩინა მისი ლიდერობის მიმართ. მაგრამ შემდეგ ხმების დათვა დაიწყო და სოციალ-დემოკრატებმა მხოლოდ 21.9% დააგროვეს, რაც მათი ყველაზე ცუდი შედეგია საერთო არჩევნებში 1903 წლის შემდეგ. ეს იყო საუკუნის გამსაზღვრელი კრახი პარტიისთვის, რომელმაც თანამედროვე დანიური პოლიტიკა განსაზღვრა. მემარცხენე ბლოკმა ერთად აღებულმაც კი ვერ მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა. მემარჯვენე ბლოკმაც ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება. 12 პარტია და არც ერთი აშკარა გამარჯვებული. დანაწევრებული პარლამენტი. ფრედერიკსენმა მაინც სცადა. ერთი კვირის განმავლობაში ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს ცენტრისტულ და მემარცხენე პარტიებთან, რათა ქმედითი კოალიცია შეექმნა. მან კომპრომისები შესთავაზა, მან სამინისტროებიც შესთავაზა. მან ეროვნული ინტერესების სახელით ფართო ბლოკებს შორის მთავრობა შესთავაზა, მაგრამ ეს მცდელობა კრახით დასრულდა. 2026 წლის 9 მაისს მეფე ფრედერიკ მე-10 ოფიციალურად სთხოვა ლიბერალური პარტიის ლიდერ ტრულს ლუნდ პოულსენს, რომ ამის ნაცვლად ცენტრისტულ მემარჯვენე მთავრობა ჩამოეყალიბებინა. შემდგომი პოლიტიკური მოლაპარაკებების დროს დანიის სახალხო პარტიამ პირობითი მხარდაჭერა გამოუცხადა პოულსენის ხელმძღვანელობით შექმნილ მთავრობას, იმ პირობით, რომ იმიგრაციის პოლიტიკა მნიშვნელოვნად გამკაცრდებოდა. ამ მოლაპარაკებებში მათი ზოგიერთი რიტორიკა აღწერდა მიზანს, რომ წმინდა იმიგრაცია ისე შეცი ისე შემცირებულიყო, რომ გარკვეულ იმიგრანტ ჯგუფებში მოსახლეობის რაოდენობა გრძელვადიან პერსპექტივაში შემცირებულიყო. იმიგრაციის საკითხში ევროპის ყველაზე მკაცრი ცენტრისტულ მემარცხენე მმართველობის პირობებში დანიის სახალხო პარტიამ, რომელმაც 10 წლეულები გაატარა მემარჯვენე ფლანგიდან მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის გატარებით, დაინახა, რომ მისი დრის წესრიგის დიდი ნაწილი უკვე ცენტრისტულ მემარცხენე მმართველობამ აითვისა. დანიური პროკავშირებისთვის, მუშათა კლასის ამომრჩევლებისა და უფრო ფართო სოციალ-დემოკრატიული ბაზისთვის, ეს ცვლილება წარმოდგენილი იყო როგორც კეთილდღეობის სახელმწიფოს დაცვა და არა მუსლიმებზე თავდასხმა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში არგუმენტი დაახლოებით ასე ჟღერდა. უნივერსალური ჯანდაცვის, უფასო უნივერსიტეტებისა და გულუხვი პენსიების დაფინანსება შეუძლებელია, თუ ამავე დროს მუდმივ საცხოვრებლად ღია კარს უტოვებ რეგიონებიდან ჩამოსულებს, სადაც სოციალური კონტრაქტი სრულიად განსხვავებულია. ან კეთილდღეობის სახელმწიფო უნდა წავიდეს, ან ღია კარი.
სოციალ-დემოკრატებმა კარი აიხჩიეს. შედეგი იყო რაღაც ისეთი, რაც თითქმის წარმოუდგენელია სხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში. თითქმის სრული პოლიტიკური კონსენსუსი ჩამოყალიბდა იმაზე, რომ დანია არც ერთი უმრავლესობის პარტიის პირობებში აღარ დაბრუნდებოდა ღია კარის ეპოქაში. ეს კონსენსუსი არის ნამდვილი მიზეზი, რატომაც დანიური მოდელის პოლიტიკურად დაშლა ასე რთულია გარედან. დანიურ სისტემაში არავინაა მნიშვნელოვანი, ვისაც ამის სურვილი ექნება. Hey, თუ ამ ვიდეოს ადარნებ თვალს, აუცილებლად გამოიწერე Fall of Nations. იმიტომ რომ რაც დანიაში ამ გაზაფხულზე მოხდა, შეიძლება მთელი ევროპის იმიგრაციის დებატები შეცვალოს ამ 10 წლეულის ბოლომდე. მეფე ფრედერიკ ექსმა ოფიციალურად სთხოვა ლიბერალური პარტიის ლიდერებს, რომლებსაც მათი დღის წესრიგი მოპარული ჰქონდათ, მაგრამ მაინც დაკარგა ძალაუფლება კოალიციასთან, რომელმაც მისი პოზიცია საკმარისად მკაცრად არ ჩართვალა. თანამედროვე დასავლეთ ევროპის ისტორიაში მსგავსი მომენტი არ შეწყობილა. ჩვენ ვუყურებთ ამ თელ ვიდეოს და ვფიქრობთ, ვაუ, რა კარგად ართმევს თავს, მაგრამ მე ხვდები, რომ არა, დანიის ხალხი ამბობს, რომ საკმარისად კარგად არ აკეთებს საქმეს. მეტი გვინდა შენგან, კიდევ უფრო ძლიერი გვინდა. და მან ვერ შეძლო კოალიციის შექმნა, რადგან მათ კიდევ უფრო რადიკალური მიდგომა სურდათ ამ პრობლემის მიმართ. ოვერტონის ფანჯარა დანიაში უბრალოდ არ გადაიწია. ის გაიხსნა იმ მიმართულებით, რომელსაც ალბათ თვითონ ფრედრიქსენიც კი არასდროს აპირებდა გაეხსნა. და სანამ დანია საკუთარ პოლიტიკურ მიწის დროს ამუშავებდა, დანარჩენმა ევროპამ დაიწყო რაღაც არანაკლებ გამორჩეული, ჩუმად განსაკუთრებული ხმაურის გარეშე. თითოეული მთავრობა თავისუფლი. მათ დაიწყეს დანიური სტრატეგიის კოპირება. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ლონდონიდან მოვიდა. კარგი, ეს სხვა დროისთვის უნდა გადავდოთ, მაგრამ დიახ, ეს ხო ძალიან ამაღელვებელია. ხალხი რეალურად აკვილდება მოვლენებს და აცნობიერებს, რომ საკმარისია. არა, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ როგორც რაღაცა წვრილმან მლიქვნელობას. ჩვენ გვინდა რეალურად მიუდგეთ ამ პრობლემას ისე როგორც საჭიროა. ამაღელვებელი დროა. კარგი რაღაცები მოდის. მადლობა ღმერთს დანიაში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებმაც რეალურად გააცნობიერეს, რომ ეს ყველაფერზე მაღლა დგას, ყველა პოლიტიკურ უთანხმოებაზე მაღლა. თუ გსურთ შეინარჩუნოთ ის, რაც გააქვთ, ვერ დაუშვებთ, რომ ვინმე მოვიდეს და წაიღოს ეს. მადლობა ამ საკითხის მიმართ ყურადღებისთვის.